რამაგლა გააკეთა და ეხლა სლავას მოხდა აქეთ მე მგონი თუ არა აი ოფლირო არ ვიცი როგორ გაესხა გავარდა დარტყმისგან ეგ ფაქტია და შეიძლება დარტყმისგან ხდება ზურგში მოარტყა ალბათ ბოკალავაძემ სლავას და ბექრუსტი ხო ძალიან მაგარი იყო ტექნიკური იყო რომ ბოკალავაძეს ისე არ მოხდა რომ დაეზიანებინა რა თქმა უნდა თან ისიც უნდა აღვნიშნოთ ბოკალავაძეს საკმაოდ კარგი ნიკაპი აქვს რადგან ძალიან ბევრი ძიმე დარტყმას გაუძლო ამას გულს აში მუშაობს ნიკა კარგად და ისევ სლავა აყუდებს სლავა აშკარად ფლობს კლინჩი უპირატესობას კი უნდა მიხვდეს ამას ბოკალავაძე და არა შეეცადეს რომ აი ეს გაცვლები არის ის სადაც ბოკალავაძეს უნდა რომ ჩაიქროს მის მეტოქე იმიტომ რომ ერთი დარტყმაც კი შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის რომ ის დღეს ჩემპიონის კამბრით დაბრუნდეს სახლში კი იქნევს დარტყმას და არც ერთი არ ხდება ჯერჯერობით მაგრამ აი ერთი არის ზუსტად საკმარისი სისხლი სლავასგან მეტა რომელი გახო ეს ერთი დარტყმა წაბოჟიგდა სლავა წაბოჟიგდა კლინჩით შეინარჩუნა თავისი წონასწორობა ნახოთ სლავა როგორ აგიგეს ძალას აშკარა იყო რომ ეს ამ დარტყმამ ასე გავლენა მოახდინა კი და ბოკალავაძე დაიწყო ისევ როგორც ჩვევია აბულის დარტყმას არსაიდან თავარია თუ კლინჩის გარდა სლავასთვის თავარი იარაღი უნდა იყოს მოძრაობა რადგან არ უნდა გაჩერდეს აი გაბრაზდა სლავა ეხა ჩვენ წინ არის ზუსტად ჩვენ წინ არის და გაბრაზდა სლავა და აქეთ მოუქინა ბოკალავაძეს დასრულდა მეორე რაუნდი